ყველა ტელევიზიის, მათ შორის ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტებიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ისხდნენ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში და ელოდებოდნენ კვიტაშვილის მიერ ამ ჩანაწერის მოტანას. მე პერიოდულად დაახლოებით 9 საათში ერთხელ გუგა კვიტაშვილს ვურეკავდით. 9:30-ზე გუგა კვიტაშვილმა მიპასუხა, რომ ის ვერ ახერხებს ამ ჩანაწერების შტაბში მოტანას, მისი მძღოლი მიდის და ყველა ტელევიზიაში ეს ჩანაწერები დარიგდება. მიიღებს ყველა ტელევიზიის ოფისი მისი მძღოლის მიერ ამ ჩანაწერს. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. 9 საათზე უკვე გავიდა კურიერის მთავარი გამოშვება, სადაც იქნა პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შეხვედრის ჩანაწერი. როგორც შემდეგ აღმოჩნდა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ეს ჩანაწერი იყო დამახინჯებული დაჩეხილი სახით. ადვოკატები გამოვიდით, არაერთხელ გამოაცხადეთ რა იყო დარღვევები, როგორ იყო დარღვევები, თუმცა ამ თემებზე არ გაგვიმახვილებია ყურადღება, იმიტომ რომ მტკიცებულება ამ მიმართულებით არ არსებობდა. ვიცი რომ მასალები, მითითებები, რაზეც მოხდა ამ გვერდზე ეს სერია და იმ გვერდზე ეს სერია, ეს დამეჯერეთ ილუზია, ჩემს გარდა ეს მასალები არ გააჩნიათ და საქართველოში არ არის გარდა პროკურატურის.